კიდე ერთი ძალიან საინტერესო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და გამორჩეული არქეტიპი ლიტერატურაში ეს არის შტეფან ცვაიგის ლეპორელა გაქვთ წაკითხული პერსონაჟი ქალი რომელიც არის მსახური ერთ-ერთი მამაკაცის და მოგეთ მთელი ცხოვრება მასთან მუშაობს რაღაც ამბებში არის და მე აღმოჩნდება რომ მთელი ცხოვრება უყვარდა ეს კაცი ოღონდ ესე იგი უზრუნველყოფდა ამ კაცისთვის ქალების მიყვანას. ეს მისი საქმე ასე ვთქვათ ეს ამბავი იყო რა. ძალიან მოკლედ რო გითხრათ ეგეთი ტიპაჟია ეს ლეპორელა. ეს არის არქეტიპული პორტრეტი მორჩილი მსახური ქალის თვით გაუქმების მაღალი დონით. აი ამ სისტემაში ესე პირდაპირ არის და მე ხო გითხარით რომ სადღაც 17 ის არის მეთქი რა და ერთ-ერთი ცალკე ამბავია კიდე ესეთი ეს არის ფარული მისი ჭრილი არის ფარული ობსესიური დედა დამახინჯებული ერთგულები და თვითგაცემით და დამოკიდებულების მაღალი ხარისხით. კვადრატი ერთგულება მსახურება ტკივილი თვითშეწირვა, შინაგანი ასაკი, გაყინული მოზარდობა, რომელიც ვერასოდეს დაბრუნდა საკუთარ ღირსებაში. გაყინული მოზარდობა, ძალიან საინტერესო ამბავია. მორჩილი ქალი ლეპორელა ძირითადი არქეტიპი. ლეპორელა არის შენი სისტემის მორჩილი ქალის ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური, მაგრამ უკიდურესი მაგალითი. ქალი, რომელიც საკუთარ არსებობას აუქმებს, რათა მთლიანად გახდეს სხვისი სიცოცხლის ნაწილი. ეს ალბათ გეცნობათ ეს არქეტიპი, იმიტომ გეცნობათ, რომ სამწუხაროდ ქართველი დედების ძალიან დიდი ნაწილი, რატომღაც აი ამ არქეტიპში უცბად თავს ამოყოფს ხოლმე განსაკუთრებით შვილებთან მიმართებით. რომ ჩემი ცხოვრება არაფერი აღარ არის, შენ უნდა ვიცხოვრო სხვისი ცხოვრებით და რაღაც შევწირო ჩემი მე ნუ განსაკუთრებით ვაჟების მიმართ, რაც იწვევს მე ანომალიურ ურთიერთობას ერთის მხრივ, იმიტომ რომ შვილებს უჩნდებათ დანაშაულის შეგრძნება და ამით პირიქით ცხოვრებას უმწარებენ ესეთ შვილებს, ესეთი დედები, იმიტომ რომ დანაშაულის შეგრძნება ხო, ეხლა ვიღაცამ შენ ცხოვრებით თავის ცხოვრება რომ შემოგწირა შენ, კერპირო ხარ, ხო? ანუ ეს იწვევს რაღაცა გარკვეული ტიპის დანაშაულის შეგრძნება შენშიც. და მეორე მხრივ რა ხდება, იცი რომ რაც არ უნდა გაწიროს და შეწიროს საკუთარი თავი, ესეთ ქალებს მე უჩნდებათ ბუნებრივი რაც არის ის რომ სამაგიეროს მიღება სჭირდება. ანუ მე რო ჩემი ცხოვრება ყველაზე ძვირფას შემოგწირე, ხო? ანუ ჩემი ცხოვრება ამას ძვირფას ყველაფერი არა მაქვს. და ეხლა სადღაც ქვეცნობიერ დონეზე ვითხოვ სამაგიეროს. და სამაგიერო კიდე რას ნიშნავს, იცი რომ შენ რო ცოლს მოიყვან, ისეთი უნდა იყოს როგორიც მე მინდა. ან უნდა ჩემთან ერთად იყოთ, ან ხო ხვდები რა არის სამაგიერო, რომ რაღაცით უნდა ვალდებული ხო? ამას შეიძლება პირდაპირ არ ამბობს ესეთი. ძალიან დიდი წინე უნდა დაუშვი. კი. როგორ? ხო, ანუ როგორი რაღაცაა, იცი რომ ხშირად ხდება ავად, საკუთარი მეც გაუქმება. ლეპორელას პრაქტიკულად არ გააჩნია საკუთარი ხმა, იმიტომ რომ პრინციპში ეს ისე არის გაზრდილი და მაგიტომ ის ისეთია თითქოს სიცოცხლე აჩუქეს. მაგრამ პატრონობა ამ სიცოცხლის არ იცის. მისი მე არის გაკვეთილი, დაშლილი, გაკვეთილი, ანუ გაკვეთილი რა. დაშლილი და გაუფერულებული. ის სამსახურს ესე იგი როგორ არის ის როცა მუშაობს საკუთარ თავს ცვლის აი მომსახურებაში სამსახურშიც კი ესეთი ადამიანები არიან ტიპები რომლებიც აი მაგალითად შენს ნაცვლად რაღაცას გააკეთებს აი არ ევალება თქვათ ამის გაკეთება მაგრამ უნდა რომ შენს ნაცვლადაც იმან იმსახუროს და რაც უფრო მე როგორც წესი რა აღმოჩნდება ხოლმე როცა ესეთი არის ადამიანი მის ირგვლივ აღმოჩნდება ვინ ლოგიკურად ბატონი აღმოჩნდა ანუ როცა შენ ენერგო ჭარბა დონორი ხარ და ამოფ რო აგერ სისხლი აი ბატონო მოდი ჭამეთ ის არა ვინ გამოჩნდება ამ დროს ენერგო ვამპირი ხო ვისაც სისხლი უნდა ცხოვრებისეულ ფუნქციას ერთადერთ ფუნქციას განიხილავს მორჩილებას განიხილავს საკუთარი არსებობის გამართლებად ასეთი ტიპის ქალი ლეპორელა ემოციურად ებმის ბატონ წინამძღვარს ანუ ბატონს რა ცხოვრებისეულს. რადგან მის ენერგიაში ხედავს იმას, რაც თავად არ აქვს, სიცოცხლე, თავისუფლება, სითბო და მიზანმიმართულება. სინამდვილეში მას ეს რატოა იცი ესეთი, რომ მას ეს აკლია სრულიად წაართვეს ბავშვობაში და სხვაში რო ამას ხედავს, ამ თავისი თვითშეწირულობით ხდება, როგორ თქვა იცი? თანაგამზიარებელი, ანუ ტყიპასავით არის ეკრის ამ თავის საკუთარი სხეულის მიცემით და სულის და ყველაფრის მიცემით ხდება ისეთი, როგორიც უნდა რომ იყოს. ანუ ეს რო
საკუთარ ჭრდილს რო იცნობდეს და რო ამოატრიალო. ხო სინამდვილეში შეიძლება ესეთი ტიპაჟი მერე გახდეს ძალიან მკაცრი მბრძანებელი. ანუ აი ლეპორელასგან კნეინა რო გამოვიდეს უფრო მეტი შანსი არის ვიდრე დედოფალი. ლოგიკურად უფრო გამოვა. ბოლოს ეს შეიძლება გახდეს. ანუ თავისი ცხოვრების დაისში მთელი ცხოვრება რო სხვისთვის იყო შეწირული დედა, ბოლოში იქნება დამანგრეველი ბებია, რომელიც შვილიშვილებსაც კი ცხოვრებას და სიცოცხლეს გაუმწარებს. ესეთი უცნაურობა არის. ის ამ ენერგიით იკვებება სინამდვილეში და ეს არის როგორც გითხარით ფარული ობსესიური დედა, ეს მისი ჭრდილია. ლეპორელას ჭრდილი მოდის დედობრივი არქეტიპიდან, რომელიც დეფორმირებული არის. აი აქედან არის სინამდვილეში თითქოს წამოსული ეს ენერგია, ოღონდ დეფორმირებული არის. მისთვის ერთგულება არ არის არჩევანი, ის როცა არის ერთგული, იმიტომ კი არ არის ერთგული, რომ ერთგულია. უბრალოდ მონა და მიაჩნია რომ ანუ მე თუ ვარ ესე ვიღაცის მსახური და მონა და ასე ვთქვათ დანამატი ესეთი უნდა ვიყო. ანუ არჩევანი რომ იცეს საშუალება ვთქვათ პირობითად ქმარმა და რო უთხრას რომ ეხლა შენი მოვალეობა არის ის რომ უნდა წახვიდე და მიღალატო ის ამას გააკეთებს იმის წინააღმდეგობის გარეშე. გახსოვთ ეგეთი ფილმი არის ლანს ფორ ტრიერის კლასიკურად ლეპორელას ტიპაჟი ყავს აღებული სხვათა შორის ამ იმას რა ქვია ამ რეჟისორს ტალღებზე მოცეკვავე. გაქვთ ეს ფილმი ნანახი Breaking the Waves ესე ქვია. ეს არის ესე იგი ერთგულება მისთვის არის ეს გზა რომ არსებობაში აზრი ნახოს. მისი ერთგულება არის არა სიყვარული, არამედ რაღაცა დამოკიდებულება ერთგვარი. საკუთარი სხეულის გაუფასურება ის საკუთარ სხეულს ხდის იარაღად უпростоოდ გრძნეული ხალი როცა საკუთარ სხეულს ხდის იარაღას ლეპორელა საკუთარ სხეულს ხდის ნებისმიერი საზღვრის გადაკვეთის საშუალებად. ანუ ლეპორელასთვის ეს სხეული და ასეთი ქალების სხეულით ხშირად სარგებლობენ ხოლმე ვიღაც ადამიანები მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ საზღვრები საერთოდ მოშლილი აქვს. ანუ ბუნებრივად გონია რომ ესე უნდა იყოს. ამიტომ ესე თქვა მასზე გამოვლა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს რა თუ ასეთი ქალის გვერდით მყოფი ნებისმიერ შემთხვევაში მამაკაცი ამას და ხშირ შემთხვევაში გრძნობენ ხოლმე იგრძნობს შეუძლია უბრალოდ აი უცნობ ლეპორელას ტიპას არქეტიპს მაგალითად მატარებლის ვაგონში მგზავრობის დროს უცნაურ რაღაცას ვამბობ მაგრამ ესეა შეიძლება უთხრას რომ ეხლა უნდა გაიხადო შენ და დამიწვე გვერდით იმიტომ რომ ეს არის ჩემი ბრძანება და ის ამას გააკეთებს ის ეხმარება ემსახურება იტანს და იტანჯება სხეული მისთვის არის ნივთი რომელიც ხვისთვის უნდა დახარჯოს სხვათა შორის ვის აქვს აკითხული ჩემი მოთხრობა ნესი აი ეს ტიპაჟია რაღაც ამბავში ხო ლეპორელა ბატონთან არის არა როგორც ქალი, არამედ დედა პლუს მსახური ერთდროულად. ამიტომ მისი სიყვარული არის დამცემი, დამდაბლებული, უპირობო და თვითგანადგურების ელემენტებს შეიცავს. ნამდვილი ობსესიური დედის ჭრილს მიყავს იქ, სადაც მისი სიცოცხლე ხდება სრულიად გაუფასურებული. ლეპორელა არის უღრმესი თავშეკავების მატარებელი, ემოციურად მკრთალი ჩუმი შინაგანი სამყაროთი განადგურებული ღირსების მქონე გრძნობაზე დამოკიდებული თვით მოძულებაში ჩაფლული და ჭრდილებში მცხოვრები. მისი ესე თქვათ მოტო შეგვიძლია ვთქვათ არის ასეთი რომ მინდა ვიყო საჭირო თუნდაც ჩემი არსებობის ფასად. სოციალური როლი სისტემაში ლეპორელა არის უხილავი, მსახური, ჭრდილი, ადამიანი ფუნქცია და სიჩუმის მატარებელი. მისი არსებობა ამართლებს სხვების კომფორტს. ამიტომ ის ყველგან რჩება უკან კულისებში, კუთხეში, სადაც საკუთარი ტკივილი უფრო უსაფრთხოა ვიდრე სცენაზე დგომა. ურთიერთობებში არ იცნობს ზომიერ სიყვარულს, მას აქვს ერთი მიბმის წერტილი და ეს ადამიანი, ასეთი ადამიანი ხდება მისთვის ღმერთი, ბატონი, მიზანი არსის გამამართლებელი და ბოლოს განადგურების მიზეზიც. როგორც წესი ესეთი კაცები ესეთ ქალებს საშინლად ეპყრობიან. აი, საწყისი რა არის, მან შეიძლება თქვი და გამორჩა, ბავშვობიდან რაღაცა ხდება ამ ქალის. ანუ მამოძრავებელი რაც უარყოფილი ბავშვია, როგორც ჩანს, იმიტომ რომ მას საკუთარი, ესე ვთქვათ, მას სიყვარულის მოსაპოვებლად სჭირდებოდა მშობლისგან გარკვეული ტიპის დადგენილებების რაღაცების შესრულება.
და როცა ამას ვერ იღებდა, ის იძულებული ხდებოდა, რომ მშობელს მიკედლებოდა. არ ქონია, ანუ იმისთვის რომ მე შენ მიყვარდე, თქვა პირობითად, თუ 5-იანს მოიტან თუ ეხა 10-იანია თუ რაც არის ხო, სკოლიდან მეყვარები, თქვა, თუ კარგად მოიქცევი, მეყვარები, თუ თქვა სიტყვაზე ისი არ გააკეთებ რაღაცას, მე შენთან ემოციურ სიცივეს დავიჭერ. ანუ შეიძლება 3 დღე დედა შვილს არ დაელაპარაკოს. არის ხშირად ეგეთი შემთხვევა, რომ აი მაგალითად მშობელი აი ეს ჯის ბავშვს, რომ რამდენიმე დღე არ გაგცემ პასუხს, ეს ბავშვისთვის ეს ტრაგედიაა. ან ეტყვის რომ თქვა იცი რა ეხა შენ საშინლად მოიქეცი და წაგიყვან და ბებია შენთან დაგტოვებ და დატოვებს 2 დღე თქვა მაგრამ ბავშვი ფიქრობს რომ მე მიმატოვეს განა ის რომ სასჯელია ამას კი არ ფიქრობს რომ მიმატოვა მშობელმა და ბავშვისთვის მშობლის მიტოვება ეს არის ყველაზე დიდი სასჯელი მიტოვების ტრავმა ეს საშინელი რაღაცა არის მისი ფინალი ასეთი ქალების ფინალი ხშირად არის ხოლმე სავარაუდო თვითმკვლელობა ან კნეინობის პოტენციალი. ან კი, თუ გადაურჩა ეს და როგორ არის რომ ასეთ ქალებს როგორც წესი თვითონ პარტნიორებივე იშორებენ თავიდან. ერთი ურთიერთობა მახსენდება ერთ წყვილს შორის და ისე გაოგნებული ვიყავი, მიწევდა 3 თვის განმავლობაში ყოველ საღამოს მათთან რაღაცა მიზეზით სტუმრობა. სტუმრობა არ იყო საქმიანი შეხვედრები იყო ხოლმე, საღამოს მივდიოდი და გაოგნებული ვიყავი ამ გოგოს უკიდურესი აი ცხოვრებაში რეალურ ცხოვრებაში ლეპორელა ნანახი მყავს რა. ეს რა იყო იცი რომ აი ძვირფასო წყალი ხო არ მოგწყურდა არა. თუ 5 წელში იქნებ მოგწყურდა არა არ მომწყურდა. არა მაინც მოგიტან იმიტომ რომ შეიძლება მოგწყურდეს და მიუტანს და ესე უჭირავს აი ესე 10 წუთი შეიძლება ეჭიროს ესე წყალი მის სახესთან რომ მოწყურდეს ახლოს იყოს ის წყალი და ესეც მე ბატონი მე მიიღებს ან დალევს ან არ დალევს და მაშინ თქვი რომ ეს მეთქი აი ჩემი ვარაუდით 6 თვეს გასტანს ეს ურთიერთობა მეთქი მეც ვერა და მართლა ეგრე გასტანა მე მგონი წლამდე ოღონდ რა მოხდა იცი რომ პანჩური ამოარტყა ამ ტიპმა და გააგდო იმიტომ რომ შეუძლებელია ამისი ატანა ძალიან რთული არის მარტივი არა ხო ნუ ეხა სადისტი ვინც არის ის რა თქმა უნდა ამას იდას არა თვითონ იყო ეს მაგას მთელი ამბავი მაგაშია რომ თვითონ არის ერანგის ღილების შეკვეს ჩაის მოვლენა ძალიან ისეთი კრახის დამთავრდა ხო მაგრამ ბოლოს ესე მთავრდება ლეპორელას ტიპის ქალები რეალურ არა ხშირ შემთხვევაში მე ხშირად პოულობენ ერთმანეთს რა თქმა უნდა სადაც ლეპორელა იქ ბატონიც არის ამიტომ ეს ტექსტი წაიკითხეთ გირჩევთ ცვაიგის ერთ-ერთი საუკეთესო ტექსტია პატარა წიგნებად არის გამოსული აი პატარა ნოველაა ხო მისი სოციალური როლი რეალური არის ხომ ესეთი რომ რაღაცა მოვლასთან დაკავშირებული პროფესიაა ხომ ხშირად არიან მედდები სახლში ნამუშაკები აი მომვლელები და რაღაც ესეთი ამბავი სოციალური მუშაკები და ქვედა იერარქიის პოზიციებს იჭერენ სადაც ზემდგომს უნდა ემსახურონ ესეთი ხალხი ძალიან იშვიათად ადიან მაღალ სოციალურ თანამდებობაზე. აი მაგალითად ლეპორელას ტიპაჟი, თქვათ აი პირობითად აი საეკლესიო იერარქიაში ალბათ ვერასოდეს ვერ იპოვით ეპისკოპოსს. ლეპორელა ეპისკოპოსი ვერ იქნება. ანუ შეუძლება ის ვერ გახდება ეპისკოპოსი, იმიტომ რომ მის შინაგან სამყაროსთან მოდის წინააღმდეგობაში. ის შეიძლება გახდეს რაღაც მივარდნილი მონასტრის ბერი, რაღაც მსახური, რაღაც ესეთი ამბავი. ეს შეიძლება იყოს, მაგრამ აი თქვათ ეპისკოპოსი რომ ლეპორელას ტიპაჟი იყოს, უბრალოდ აი ეს ქალებზე რა კი ვლაპარაკობთ, თქვათ აი რომელიმე მონასტრის იგუმენია, თქვათ, ვერ გახდება. არ შეუძლია. აღარ უნდა იყოს, ხო, თვითონ უნდა იყოს, იმიტომ ვერ გზნობს თავს სხვანაირად, ხო, კი. ესე კითხვა მაგან ქმართან ესეთი ურთიერთობა და მე შვილებთანაც ხო შეიძლება ეგეთი იყოს, რომ თვით შეწირვა მაგას გეუნები ზუსტად ეგ არის, კი. ოღონდ ამითი ანადგურებს სინამდვილეში. ამის ენერგია დესტრუქციული არის. სექსუალურობას რაც შეეხება, ლეპორელა ძალიან სექსუალური ენერგიის მატარებელი ქალები არიან ხოლმე. ოღონდ თვითონ ამ სიამოვნებას არ იღებენ როგორც წესი. აი ამას თვითონ კი არ არიან აი ამ სიამოვნების მიმღები, წყაროები არიან ხოლმე და კაცებს ძალიან მოსწონთ ესეთი, იმიტომ რომ უკიდურესად ფემინურები არიან ენერგეტიკული თვალსაზრისით. მეორე კვადრატის ხალხია ესეც რაღაც ამბავში რა. ახლოს არიან ამასთან. ოღონდ თვითონ
ანუ ამას საკუთარი თავის და საკუთარი სიამოვნებისთვის კი არ აკეთებს, სხვისი სიამოვნებისთვის აკეთებს, ოღონდ აი ისე რომ ამას ვერ ხვდება. ენერგეტიკული ველი, მისი აურა არის სუსტი და ფერმკრთალი, თითქოს სხვაზე მიბმული, ჩუმი ბნელი სიყვარულის მატარებელი, რაც ხანდახან კაცებს აშინებს, ან რაღაცა იმაშება სისაწყლის იმას იწვევს, ასე ვთქვათ, შეგრძნებას, ხო? მაგრამ ყოველთვის სხვას კვებავს მისი ძალაუფლების განცდის გასადიდებლად. მოკლე არქეტიპული ფორმულა, ესე იგი ლეპორელა ეს არის მორჩილი ქალი, ობსესიური დედის ჩრდილი. ქალი, რომელიც ზღვის არსებობას საკუთარ სიცოცხლეზე მაღლა აყენებს, სანამ სიცოცხლე ჯერ კიდევ აქვს.